საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ჰოლანდიის, ავსტრალიის, მალაიზიისა და ყველა იმ სახელმწიფოების მთავრობებსა და ხალხს, რომელთა მოქალაქეები იმყოფებოდნენ თვითმფრინავის ბორცვზე და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ციტატა: უმნიშვნელოვანესია უტყუარად დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები. ამ ეტაპზე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მომხდარი ნათლად წარმოაჩენს საერთაშორისო სამართლისა და ქვეყნის კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ შეიარაღებული დაპირისპირების თანამდებობ სავალალო შედეგებს ნათქვამია უწყების განცხადებაში. პირველ რიგში მინდა გამოვხატო ძალიან ღრმა მწუხარება იმის გამო, რაც მოხდა წუხელ უკრაინის ტერიტორიაზე, გულისხმობ მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოვარდნას და 300-მდე ადამიანის დაღუპვას, რომელთა შორის იყვნენ ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები. ყველა ქვეყანას მინდა მიუსამძიმრო მათ მთავრობებს და რაც მთავარია დაღუპულთა ოჯახებს. ეს არის საშინელი კატასტროფა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თუ კი იგი კავშირშია იმ მდგომარეობასთან, რომელიც ახლა არის უკრაინაში, მაშინ ეს არის კიდევ უფრო დიდი კატასტროფა. თუ კი ეს არის შედეგი იმ სავალალო მდგომარეობისა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ უკვე რამდენიმე თვეა და რომელიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ.